ამ ამბის ცენტრი მხოლოდ ჰორმუზის გახსნა არ არის, ცენტრი სხვა რამეა და ეს უფრო სერიოზულია. ირანის რეჟიმი ღია ბრძოლის რეჟიმში შევიდა ძალაუფლებისთვის, სადაც ისლამური რევოლუციური გვარდია ძალაუფლების გულში იჭრება, მაშინ როცა შეერთებული შტატების საზღვაო ძალები კრიზისის ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რადგან ასეთი რეჟიმები სამ საყრდენზე დგანან: შიში, ძალაუფლება და ერთიანობის ილუზია. თუ ისლამური რევოლუციური გვარდია კრიზისის დროს ძლიერდება, ეს ნიშნავს, რომ მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სისტემა ჩავარდა. თუ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰორმუზში გახსნისკენ მოუწევს მინიშნება, მაშინ როცა კონსერვატორები მძვინვარებენ, ეს ნიშნავს, რომ განხეთქილება უკვე საჯაროა. 2026 წლის 18 აპრილს მსოფლიოს წინაშე წარმოდგება გახლეჩილი ისლამური რეჟიმი, რომელიც გარედან ზეწოლის ქვეშაა, ხოლო შიგნიდან კი დაპირისპირებულია. თავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, ირანი მოლაპარაკებებს გამართავს თუ არა, ახლა კითხვა ასეთია, ვინ მართავს რეალურად მთლიანად. რაც პრაქტიკაში მოხდა, იყო მოვლენების ჯაჭვი, რომელმაც ეს ქაოსი გამოავლინა. პარასკევს 17 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქსიმ გამოაცხადა, რომ კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტე ღია იყო. მაგრამ ამავე დროს შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა ბლოკადა და საზღვაო გაფრთხილებები რეგიონში არსებული რეალური საფრთხის შესახებ. ანუ ირანის მთავრობამ გახსნაზე ისაუბრა, მაგრამ საზღვაო უსაფრთხოების ტონი კვლავ ამერიკულმა ძალამ განსაზღვრა. ამან შოკი გამოიწვია თავად ირანულ სისტემაში, რადგან რეჟიმის მკაცრმა ფრთამ ეს ჟესტი ავიქვა როგორც უკან დახევა, სისუსტე და დათმობა ომის დროს. აქ ჩნდება ბირთვი. კრიზისის ცენტრში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ან ირანის პრეზიდენტი არ ჩანს. ვინაც ძლიერდება, ისლამური რევოლუციური გვარდია. როიტერსმა უკვე მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვარდიამ ომის გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო ცენტრალური როლი აიღო. საკუთარ თავზე გაამკაცრა რეჟიმის ხაზი და გაზარდა გავლენა შიდა უსაფრთხოებაზე, სამხედრო სტრატეგიასა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ თავად როიტერსმა აჩვენა, რომ ირანის ხელმძღვანელობაში რადიკალურ ფრთებსა და უფრო პრაგმატულ სექტორებს შორის დაყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მარტივი ენით რო ვთქვათ, რეჟიმი აღარ მოქმედებს როგორც დახურული ბლოკი და როდესაც გვარდია იწყებს უფრო მეტის მართვას, ვიდრე სამოქალაქო სტრუქტურა, სიტუაცია შიდა გადატრიალების სახეს იღებს. ვინ არიან ამ ყევის მთავარი ფიგურები? ერთი მხრივ აბას არაკიტია, რომელიც ჰორმუზში დაძაბულობის შემსუბუქების მცდელობის საჯარო სახე გახდა. მეორე მხრივ ისლამური რევოლუციური გვარდია, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მკაცრ, ყველაზე შეიარაღებულ და ყველაზე მზადყოფნაში მყოფ ფრთას, რომელიც მზადაა გარე ომი ირანში სრულ კონტროლად აქციოს. და ამ ყველაფრის შუაში შეერთებული შტატები. როდესაც დონალდ ტრამპი ზრდის პოლიტიკურ ზეწოლას, ხოლო ამერიკის საზღვაო ძალები ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას და ბლოკადას რეგიონში, შედეგი დამანგრეველია რეჟიმისთვის. დიპლომატიური სექტორი ერთს ამბობს, სამხედრო ფრთა სხვაგვარად რეაგირებს და მთელი მსოფლიო იწყებს იმის დანახვას, რაც ადრე კულისებში იმალებოდა, უწესრიგობას. სად არის ეს ქაოსი ყველაზე თვალსაჩინო? სამ ფრონტზე. პირველ რიგში თეირანში, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა აშკარად გამოიკვეთა. მეორე, ჰორმუზში, რადგან სრუტე გახდა მტკიცებულება იმისა, რომ რეჟიმი ვეღარ ახერხებს თავისი მთავარი მუქარის გამოყენებას დაუყოვნებელი რეაქციის გარეშე. მესამე, პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლებიც კვლავ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, შეთანხმება არ არის მიღწეული და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოებები არსებობს. როდესაც რეჟიმი მოლაპარაკების მაგიდასთან შიდა ერთიანობის გარეშე ჯდება, ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან, არამედ ზეწოლის ქვეშ. სწორედ ეს ხდება ახლა. როგორ აგდებს შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ისლამურ რეჟიმს ქაოსში? ეს მხოლოდ გემებით ან ბლოკადით არ ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკული საზღვაო ზეწოლა ირანის მანევრის შესაძლებლობებს ზუსტად იმ წერტილში არღვევს, სადაც რეჟიმს ყველაზე მეტად უყვარს ძალაუფლების დემონსტრირება. ჰორმუზი ყოველთვის გამოიყენებოდა თეირანის მიერ როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური იარაღი, მაგრამ ეხლა ეს მარშრუტი ნაწილობრივ გაიხსნა ზეწოლის შედეგად. გემებმა კვლავ დაიწყეს გადაკვეთის ცდა. მიუხედავად ამისა, რისკი იმდენად მაღალი დარჩა, რომ თავად საერთაშორისო სანავიგაციო კომპანიები კვლავ უსაფრთხოების გარანტიებს ეძებდნენ. ეს ანგრევს აბსოლუტური კონტროლის იმიჯს, რომელსაც რეჟიმი ცდილობდა გაეყიდა. და როცა ეს იმიჯი ინგრევა, შიდა დაპირისპირება მძაფრდება, რადგან თითოეული ფრაქცია იწყებს დამნაშავის ძებნას უკანდახევისთვის. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რადგან ასეთი რეჟიმები სამ საყრდენზე არსებობენ: შიში, ბრძანება და ერთიანობის ილუზია. თუ ისლამური რევოლუციური გვარდია კრიზისის დროს ძლიერდება, ეს ნიშნავს, რომ მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სისტემა ჩავარდა.
თუ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰორმუზში გახსნილობის დემონსტრირება უწევს, მაშინ როცა მკაცრი ფრთა მძვინვარებს, ეს ნიშნავს, რომ განხეთქილება უკვე კულისებიდან გამოვიდა. და თუ შეერთებული შტატები ერთდროულად ინარჩუნებს სამხედრო და დიპლომატიურ ზეწოლას, შედეგად მივიღეთ ეს დამახჩობელი გარემო, სადაც რეჟიმი სხვადასხვა ხმებით ლაპარაკობს, ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს აგზავნის და ყველაზე საშიშ მომენტში ერთიანობას კარგავს. ქაოსი მაშინ არ იწყება, როცა ყველაფერი მთლიანად ინგრევა. ქაოსი მაშინ იწყება, როცა ხელმძღვანელობა ბრძოლად იქცევა. საბოლოოდ ირანი მხოლოდ გარე კრიზისს არ განიცდის, ის საკუთარ რეჟიმში მიმართულებისათვის მიმდინარე ომს განიცდის.